მოგესალმებით. დღეს 23 იანვარი უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს ჯანსაღი დისკუსიის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძემ ინიციატივაზე დებატების სივრცის გახსნასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გააკეთა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რა მცდელობები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ ფლანგს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის დავალებაა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს. თავარია შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. თავარია, რომ გაირღვეს ის შეკეტილი სივრცე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რაც პრინციპში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელოვნურად მოგვახვიეს თავს. მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ სრულიად მიზანმიმართულად. ხონდელ განცხადებაში ვახსენე გვარამია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ყველაფერში. ის იგივე გინება ეთერში, ლანძღვა, ის ისტერიული გამოხდომები, რასაც მისი მხრიდან ხედავდით, ეს არ იყო კონკრეტული ადამიანის რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოხატულება, ეს იყო კონკრეტული დავალების შესრულება, რადიკალიზაცია მედიაში. არ უნდა მიესვლებოდეს ადამიანს ტელევიზიაში. ეს იყო საბოლოო ჯამში ის შედეგი, რომელიც დადგა. რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები. თუმცა, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღესასრიგი. თან აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს. ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტური ინტერესს, ხო? ამიტომ როცა ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე. რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმატს აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან, იმისათვის რომ საზოგადოებას გაგებინონ სიმართლე და გაგეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად დარგის, სამართლიანი დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც ბუნებრივია არანაკლებ ღირებულია, თუ არა უფრო მეტად ღირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ. მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, იმისათვის რომ პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი დავალება. ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვარ დისკუსიისთვის, დანარჩენი დეტალები ბუნებრივია დაზუსტება. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ინსტრუმენტი პოლარიზაციას როგორც ასეთ ვერ დაასრულებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახალ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სიძულვილის შეკეტილი წრე შეუძლია, რომ გაარღვიოს და ყინულმჭრელი შეიძლება გახდეს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ინიციატივას, რომელთაც დღეს გამოვედით და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უნდა დაიწყოს უკვე ეს პროცესი. არა უგვიანეს რაღაც ორი კვირისა უკვე რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს ჩვენი წარმოდგენით და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები სხვადასხვა მხარეებს შორის. პრემიერის ინიციატივას დებატების სივრცის გახსნაზე ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის შეთავაზებას უპირობოდ თანხმდება. მეორე ნაწილი ცდილობს ინიციატივას საკუთარ დღის წესრიგს მოარგოს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ჯანსაღ დებატებს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრჯერ გქონდა ამის მოთხოვნა, რომ ყოფილიყავით ჩართულები და პირდაპირ ვითხოვდით ოცნებასთან დებატებს. ამ ინიციატივას, როგორც ვიცი, გამოეხმაურდნენ ოპო ლიდერები, რომელთათვის გახარიას მისვლა საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც კი პრობლემა იყო და ახლა ისინი თანხმდებიან დებატების ფორმატში ოცნების პრემიერთან მონაწილეობას. თუ ეს ამის მზაობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არანაირი
ვიღანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის. რა თქმა უნდა, დებატი არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი დებატი არის მნიშვნელოვანი და წარდგება ქვეყანას, ეს წარდგება ხალხს, რადგან საზოგადოებას უნდა შეეძლოს სწორი არჩევანი და სწორი ანალიზის გაკეთება. თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავდით შეურაცხყოფას, ბულინგს, 1000 მანკიერ პრაქტიკას, როცა დებატების პერიოდში რაც ხდებოდა და სწორედ ეს არის დემოკრატიული ქვეყნისათვის მიუღებელი და პრემიერს მიაჩნია, რომ რა თქმა უნდა ჯანსაღი დებატების დამკვიდრება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სწორი დემოკრატიული პრინციპების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ფასების თემაზე, განმარტა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამომხმარებლო ბაზარი და რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ფასები დარეგულირდეს. როგორც ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა მოსახლეობის მაქსიმალური კმაყოფილება, რაც ფასების შემცირებით იქნება მიღწეული. ჩვენთვის თავარია, რომ ზუსტად დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორც არის კარტელური გარიგეები. რას თავარია, უნდა ვიფიქროთ შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზეც, რაც არის აპრობირებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებში, ეს არის ანტიმონოპოლური მექანიზმები და სხვა. ყველა ფორმას მიმართავთ იმისათვის, რომ მივახციოთ ჩვენ ფასების შემცირებას. აქ კიდევ ერთხელ ხალხს გავუსვამთ იმას, რომ ბუნებრივია ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და იქნება დაცული. ჯამური ფასდამატი არის 86%, 44% აქედან მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით თუ არ ვცდები 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე ჯამურად ეს დაჯამებით მარჟა ადის 86%-მდე, ანუ ცოტა მეტი მოდის დისტრიბუციაზე და ოდნავ ნაკლები ქსელურ მარკეტებზე. ასევე განსხვავდება ეს მარჟები თვითონ მარკეტებს შორის, დისტრიბუტორებს შორის. ეს არის სპეციფიკა. ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, რო შევისწავლეთ ჩვენ თვითონ ევროპაში ფასდამატის წარმოქმნა დაახლოებით 20%-დან, როგორც ესე 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა. ჩვენ შემთხვევაში ამას რა თქმა უნდა ტრანსპორტირებაც ემატება, თუმცა მთლიანობაში 86% მაინც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად იგივე გერმანული მარკეტების შემთხვევაში. თან ამას ემატება ისიც, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს კიდევ უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის. ამ პირობებშიც კი 20-დან 30%-მდე როგორც ეს მერყეობს ფასდამატი. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასდამატის შემცირებისთვის. ფასების რეგულირების საკითხს ეხმიანებიან პოლიტიკურ სპექტრში. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ ბიზნესი მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს და ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსთავიორს განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლო განჩინებით გამოთხოვა. შესაბამისი განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღება ხდება, ასევე ფინანსთა და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. მიზანი გახლავთ ის, რომ ფასების რეგულაცია მოხდეს მაქსიმალურად, როგორც პირველადი შესწავლის საფუძველზე გაიგოს საზოგადოებამ ძალიან ბევრ პროდუქტებთან დაკავშირებით ევროპაში წამყვან ქვეყნებში არსებულ ფასებზე უფრო მაღალი ფასებია საქართველოში, რაც ბუნებრივია, რომ დარეგულირებას მოითხოვს. ბუნებრივია, რომ ცდუნებები არსებობს მათ შორის ბიზნესში, რომ 2 მაგი, 3 მაგი და 10 მაგი მოგებები არსებობდეს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია და ამიტომ აკეთებს. 7-ჯერ გაზრდილი ტვირთების მოძრაობის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის სპეკულაციებს ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც აზია-ევროპის ახალი სატრანზიტო დერეფნის მოწყობას გულისხმობს. ირაკლი ყობახიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს დაეწიოს მზარდ დინამიკას სატრანზიტო ფუნქციების განვითარებაში, რისთვისაც მრავალი ინვესტიცია ხორციელდება. ოპოზიციური სპექტრის ბრალდებები კი უსაფუძვლო სპეკულაციებად მიაჩნია. ეს არის სპეკულაციები, ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას და მათ შორის საჯარო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რაც შეეხება თვითონ ჩვენ სატრანზიტო ფუნქციას, თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციებს ვდებთ ამ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებს,
სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ეს ეფუძნება რა თქმა უნდა დადებით მოლოდინებს ტრანზიტის ზრდასთან, მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით. და მე მინდა მარტივი მაგალითად მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის რეალურად საფრთხეს საქართველოსთვის. 7 ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუადერეფანში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურით მაქსიმალურად შევძლოთ დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთ ბრუნვას და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული კორიდორი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის. ამიტომ ეს ყველაფერი არის სერიოზული სპეკულაციები. ილჰამ ალიევის განცხადებას აზია-ევროპის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოს იზოლირების საფრთხეს ხედავენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში არსებული გზა უალტერნატივოა და ქვეყანა სატრანზიტო ფუნქციას არ დაკარგავს. ქართულმა ოცნებამ ყველა ჩვენს მნიშვნელოვან მეგობართან ურთიერთობა გააფუჭა. მათ შორის ასეთი არის აზერბაიჯანი. ამიტომ აი ეს მდგომარეობა რომ აღდგეს და გამოსწორდეს, საქართველო კიდევ უფრო მისაღები და კიდევ უფრო კონკურენტული უნდა გახდეს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ტვირთების გამტარიანობის კუთხითაც. ბატონმა ალიევმა გააკეთა განცხადება, რომ ის აშენებს ახალ სატრანზიტო გზას, ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ხელშეუწყობს რეგიონში კიდევ ერთხელ გაუმჯობესებას იმ პროცესების, რომელსაც შეუძლია ამ სატრანზიტო გზის შემოსვლას. თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ უალტერნატივოა ის გზა, რომელიც საქართველოში არსებობს და საქართველოს ამას ამ წლების განმავლობაში ახორციელებს და ამ კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არის ორმხრივი და რა თქმა უნდა, ეს კეთილმოწყობებას მოუტანს რეგიონში არსებულ ყველა ქვეყანას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკაზე და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაისვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილია წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას და ლათინური ამერიკის რეგიონის სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული პერსპექტიული შეთანხმება შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს გააკეთოს ის, რაც მას სურს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების შესახებ მეტი ინფორმაცია ორ კვირაში გახდება ცნობილი. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, შეთანხმება გაცილებით უფრო კეთილშობილური იქნება, ვიდრე არსებული შეთანხმებები, რომლებიც გრენლანდიაში შტატების ყოფნას ითვალისწინებს. დანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არქტიკის რეგიონში საჭიროა ნატოს მუდმივი ყოფნა, მათ შორის გრენლანდიის გარშემო. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მან ისაუბრა წითელ ხაზებზე, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია, განაცხადა დანის პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ ვთხოვეთ ნატოს, რომ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი არქტიკის რეგიონში. ვფიქრობ, რომ ნატოში ყველა თანხმდება ამაზე. არქტიკის ქვეყნები, მაგრამ ასევე სხვა წევრი სახელმწიფოები, რომ ჩვენ გვჭირდება ნატოს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო. თქვენ წითელ ხაზებზე მეკითხებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისინი. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი საერთო თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში არქტიკის რეგიონში. გულისხმობს თუ არა შეთანხმება გრენლანდიის შეერთებული შტატების საკუთრებაში გადაცემას. ეს რთული საკითხია. ამას მოგვიანებით განვმარტავთ. საკითხს ნატოს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი განვიხილავთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, რადგან ჩვენი შეგვეძლება ყველაფრის გაკეთება, რაც გვინდა. უკრაინაში ომი გრძელდება, პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია. კვლავ არ არის გადაწყვეტილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში მოსკოვიც და კიევიც კომპრომისზე უნდა წავიდნენ. უკრაინის პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს დღეს და ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამხრ სამუშაო ჯგუფს შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელშიც რუსი, უკრაინელი და ამერიკელი მომლაპარაკებლები
ჩაერთვებიან. მანამდე კი მოსკოვში უკვე იმყოფებოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ვლადიმერ პუტინს შეხვდა ოფიციალურმა კრემლმა აუდიენციას შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ სახელმწიფოებს აკრიტიკებს მშვიდობა, რომელიც ცარიელი სიტყვებით არ მოდის. დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ევროპას ლამაზი, მაგრამ დანაწევრებული კალეიდოსკოპი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი არათუ უკრაინას საკუთარ თავსაც კი ვერ იცავს. უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეები რუსეთისთვის სამხედრო კომპონენტების მიყიდვისა და რუსული ნავთობის გატარებაში დაადანაშაულა. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს შეაჩეროს ტანკერები და ნავთობის ნაკადი, ხოლო ევროპას არა? რუსული ნავთობი გადის ევროპის სანაპიროებთან. ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და ასუსტებს თვით ევროპას. ეს ნავთობი უნდა შეჩერდეს, უნდა მოხდეს კონფისკაცია და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. პუტინს ფული თუ არ ექნება, ომიც არ იქნება. ევროპას თუ ექნება ფული, შეძლებს საკუთარი ხალხის დაცვას. ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს. დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს, მაგრამ რეალურად ნატო ჯერ არავის უნახავს სრულმასშტაბიან მოქმედებაში. და ისევ საქართველოს განათლების მინისტრმა შეხვედრა გამართა მშობლებთან ახალციხის მუნიციპალიტეტში. გივი მიქანაძე მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქონდა შესაძლებლობა რამდენიმე საათის განმავლობაში გვესაუბრა არა მარტო რეფორმებზე, არამედ გვესაუბრა იმ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რასაც მშობლის უფრო მეტი ჩართულობა წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში. მშობლებთან უფრო მეტი ინტენსიური თანამშრომლობა, საკითხების განხილვა, დისკუსია, მათი მხრიდან საჭიროებო და აუცილებელი საკითხებზე აქცენტირება ჩვენ მოგცემ შესაძლებლობას, რომ უფრო სწორად დავიგეგმოთ და ერთობლივი ძალისხმევით და მათი მეტი ჩართულობით უზრუნველყოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის და აღზრდისთვის ხელშეწყობა. მადლობა მინდა გამოვხატო აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები, როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ დასმულ კითხვაზე და იქამდე არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ მინისტრისგან და ნამდვილად მივესალმებით იმ სიახლეებს, რაც გაგვაცნო. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან პიკოტის ბავშვთა კვების კონკრეტული პარტია ამოიღო. მიზეზი საფრანგეთში ბავშვთა კვების კონკრეტულ ხაზში ტოქსინის აღმოჩენის სავარაუდო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევროკავშირის სწრაფი განგაშის სიგნალი არ მიუღია უწყებამ და დისტრიბუტორმა კომპანიამ პრევენციული ღონისძიებები უკვე გაატარეს. მწარმოებელი კომპანია კი მისი პროდუქციის ღრმა კვლევას გეგმავს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ დგემშვიდობებით კურიერი 12-ზე უკვე თამარ ურუშაძესთან ერთად დაბრუნდება.